Biznesmen Georgi Chikwaidis მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის დღეს ადვოკატთან გამოიყვანეს 1 წლით ინფორმაციას დაკავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. Chikwaidis მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი ირაკლი პაპიაშვილი ავრცელებს. Chikwaidis ავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს. იგივე მოთხოვნა აქვს ოჯახს. გიორგი ჩიკვაიძე 12 მარტიდან შიმშილობს. პაპიაშვილის თქმით, მას 5 დღის წინ ხანგრძლივი კრუნჩხვა ჰქონდა, რაც ტენდენციური ექიმების ვარაუდით ტვინის დაზიანების რისკს შეიძლება ნიშნავდეს. ჩიკვაიძის შესახებ განცხადება ჯერჯერობით ტენდენციურ სამსახურს არ გაავრცელებია. ბიზნესმენი 11 მარტს სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს, მანამდე მას ათობით პირი უთვალთვალებდა. ჩიკვაიძე აცხადებდა, რომ ეს პოლიტიკური დევნა იყო ივანიშვილის მხრიდან, რადგან მან წარსულში უარი თქვა დახმარებოდა რუს ოლიგარქებს. კატეგორიულად არ მინდოდა რომ ჩემშიც ეს შიმშილა, იმიტომ რომ შიმშილი მისთვის არის ძალიან ძიმე, აქვს თავისი თანხლები ქრონიკული დაავადებები და როგორც ჩანს შედეგიც ძალიან მალე დადგა. მე არ ვიცოდი რომ მას ჰქონდა იქ კრუნჩხვა. ექიმები ფიქრობენ რომ მოხდა დაზიანება თავის ტვინში, იმიტომ რომ წამოვიდა საშინელი ნევროლოგია. აღარ არის მგზნობელობა, მე როგორც ვიცი, არც ერთ ფეხში, სილურჯეები, ჩხილების და თითების არეში, შეშუპებები, ახალგაზრდა ადამიანი შეიძლება დაიღუპოს 4 კედელში, საკანში და ასე დაასრულოს მისი ცხოვრება. მე მიმართა სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამ ყველა საქმეზე. პატიმარი თქვენი. მოხედეთ თქვენს პატიმარს. იმიტომ რომ ყველა პასუხს აკეთებთ, ყველა რგოლი. რატომ იყვანეთ ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე? იმიტომ რომ არა გაქვთ სამართალი, არც სამართლიანი სასამართლო არ აქვს. დღეს იყო ჩვენი ადვოკატი გიორგი სანახავად მისული, რა დროსაც გიორგი გამოიყვანეს 1 წლის. მისი მდგომარეობა არც ისე სახარბიელო იყო, 8 დღეა შიმშილობს, სიარული უჭირდა, მაგრამ დახმარებით მაინც გადაადგილდებოდა. დღეს უკვე ფაქტობრივად მას გადაადგილება აღარ შეუძლია 1 წლის გარეშე. იქ ადგილობრივი პენიტენციური ექიმები ფიქრობენ, რომ 5 დღის წინ, როდესაც ჰქონდა კრუნჩხვა, მაშინ დაზიანდა ტვინის უჯრედები, რამაც გამოიწვია ეს გადაადგილების პრობლემა და კიდევ ვარაუდობენ მენინგიტზე ჩვენი მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, რომ გადაიყვანონ კლინიკაში, იმიტომ რომ გიორგი ოჯახს სჭირდება ჯანმრთელი.